ходе проведения специальной военной операции ეს განადგურებული ტექნიკა რუსეთის არმიის რიგებს ამაგრებდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებულ კადრებში ასეთი სურათი მრავლად გვხვდება. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლის, 2 თვისა და 15 დღის გასვლის შემდეგ პუტინი ძალის დემონსტრირებას ახლა წითელ მოედანზე ცდილობს. თუმცა კრემლის მმართველი და არა მარტო ის ომის დაწყების პირველ დღეებში თვლიდნენ, რომ უკრაინა მალე დაეცემოდა და მოსკოვის სამხედრო მიზნებს მალე მიაღწევდა. და რა ტიპის ტექნიკა წარმოადგინა დღეს პუტინმა წითელ მოედანზე? რამდენად შეიძლება ეს ძალის დემონსტრირებად ჩაითვალოს? სამხედრო მიმომხილველთა აზრით, განსაკუთრებული და თვალსაჩინო რაიმე ახალი შეიარაღება პუტინს წითელ მოედანზე არ გამოუყვანია. ისევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკები, T-34-ები, ქვეითი ძალების სიუხვე, სარაკეტო სისტემები S-300-ები და S-400-ები, სტრატეგიული კომპლექსი IARS-ი, თვითმავალი ქვემეხები, ტანკები T-72, T-80, T-90 და ასე შემდეგ. თანამედროვე ტექნიკას რაც შეეხება რაღაც განსაკუთრებული მრავალფეროვნება არ შეინიშნებოდა. მთელი რიგი ტექნიკის სახეობები, რომელიც აქტიურად იყო წარმოდგენილი წინა წლებში, იგივე დღეს უკვე არ ჩანდა. ჯავშან ტექნიკის მიმართულებით, ტანკები ძირითადი T-72 B3M-ები იყო, T-80 BVM-ები და T-90M პრარივები. არსად ჩანდა არმატას ტიპის T-14 არმატა და არმატას ბაზაზე შექმნილი T-15 ტიპის მძიმე KSM-ი. შეიარაღების კუთხით დღევანდელი აღლუმი ძალის დემონსტრირება არ ყოფილა, იმდენად მინიმალისტურად იყო წარმოდგენილი ყველა სახეობის ტექნიკა, პოლიტიკური დატვირთვა ბევრად უფრო დიდი ჰქონდა. თუმცა აღლუმზე პირველად გამოჩნდა და საკმაოდ მოკრძალებულად უპილოტო საფრენი აპარატები. ეს სამხედრო სისტემებია, რომლებსაც მოსკოვი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ლანცეტი დამრტყმელი კამიკაძე დრონი, ორლან 10 სადაზვერო დრონი და გერანი, მძიმე დამრტყმელი დრონი. უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმია განსაკუთრებულად სწორედ გერანებს იყენებს. მაგალითად 8 მაისს 20 ასეთი დრონით მიიტანეს იერიში უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ. დღეს წითელ მოედანზე შეკრებილი ხალხის წინ სწორედ იმ ტექნიკამ ჩაიარა, რომელსაც კრემლი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს და რომელიც უკრაინის არმიის მიერ ყოველდღიურად ნადგურდება. წარმოდგენილი იყო ის დრონები, რომელსაც აქტიურად იყენებს რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში. წარმოდგენილი იყო გერანორები ორ მოდიფიკაციაში, იგივე ირანული შაჰიდას 31-ები და შაჰიდას 36-ები. ასევე იყო ლანცეტის ოჯახი წარმოდგენილი ორ კონფიგურაციაში, ნაკეთობა 51 და ნაკეთობა 52-ები. იყო სადაზვერო ორლანის ოჯახი წარმოდგენილი, ორლან 10 და ორლან 30 და ასევე სადაზვერო ზალა. აქცენტი უფრო აქ იყო გაკეთებული აი პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობებზე, სამხედრო კოლოფები, რომლებმაც პრაქტიკულად გახსნეს აღლუმი, სხვადასხვა სახეობის და გვარების ჯარები იყო აქ წარმოდგენილი. აღლუმში დაახლოებით 11,000 სამხედრო მონაწილეობდა. პუტინმა ტრადიციულად ბირთვული შეიარაღებითაც მოიწონა თავი. თუმცა ავიაცია წინა წლებთან შედარებით მოკრძალებულად გამოჩნდა. არანაირი სტრატეგიული ავიაცია და ვერტმფრენები. სამხედრო მიმომხილველები თვლიან, რომ კრემლს აღლუმზე გამოსაყვანი ტექნიკა ყოველთვის ეყოლება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მოსკოვი ასობით ერთეულ ასეთ სამხედრო საშუალებას კარგავს. კრემლის მმართველმა პუტინმა სამხედრო აღლუმზე ტექნიკის მოკრძალებული რაოდენობა ჩინეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ქვეითი ძალებით დააბალანსა.